მიდინო და მოგესალმებით. იუბილარი ლაილა YouTube არხი 2 წლის გავხდით მეგობრებო და დიდი მადლობა ყველას. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში ბატონო როდის გავხდით? თებერვალში აი ახლა დასაწყისში. ხო და 2 ბარტყები ვართ მაინც ჯერ 2 წლის არხია და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ყველას უკლებლივ. ჯერ რატომ იცი მადლობა რომ აი ეს იყო ძალიან ცუდად განწყობილი აი პესიმისტურად რომ არ გამოვა და ეხლა პირიქით მოწამლულია და პირიქით დაიწყო რა არა როგორ არა დავამატოთ კონტენტი დავამატოთ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მაცდი ხო და ჩვენ ვიმყოფებით ბილიბერტის ირლანდიურ პაბში ეხლა შენ თქვი კოსტავა 77 77 ჯიგარი ხარ ეგ არის და სტუმრად ყავს მსახიობი მოდი რა აი ეგ ზურაყებში ძრო ყავდა ზუსტად ესე ვთქვი მსახიობი პროფესიონალი პელე როგორ ჩვენ მაშინ იცია არა ეგრეა როგორ არა ეგრეა პელიზმი მაგ ჟანრის იქნება მესი უნდა ამას ან მარადონა ბიჭო მესი კვარაც ყველაფერი და პელიზმი არის აი აქ ყველაფერზე მაგარზე ვამბობ სახელი და გვარი გოგა პიპინაშვილი ჩვენი სტუმარი ზედმეტი რაღაც შესწავლების გოგა კი ბატონო სიტყვა მსახიობი აი ზურასაც ეს უთხარი თქვენი თაობა ეგრეა რა მადლობა რომ მოხვედი მართლა რომ რაღაც პირიქით მადლობა აი ესეთი წარდგენისთვის მსახიობი გოგა ხო აი სასისადავე არის მაგაზე ისმახსენდება ბატონო ჩაპლინთან შეხვედრაო რაღაცა რომელი ისტორია ზუსტად არ მახსოვს და ჩამოთვალეს ვიღაცა მეორე მსახიობის თუ რეჟისორის რეგალიები ეს და ხელი გაუძდა ჩარლ ჩაპლინიო მორჩა და გოგა პიპინაშვილი ეგრეა ახლა ეგ ახსენე ეხლა დიახ ეგ ყველა მიცის ალბათ ცხოვრებაში უძინესი ტიპი ყოფილა ხო ყველა მეც ეგრე ვარ ძიმა რომ ვიცი ხო გარეთ ისე დღეში ჩაგვაგდოთ რინ შემოვასარით რა არა ხო ჩარლის არ ubadzავ მაგრამ მეც ეგრე ვარ ნუ ეხა იცი რა ემოციურები ვართ ისე ადვილად არ ვეგებით რაღაცაზე და ასე შემდეგ რა მეტი არაფერი თან ეხა ემოციების მართვა ეხა სამსახიობო კუთხით გაიცინე გაიღიმე იქ ტირილი იქ ეს ყველაფერი რომ შენ გაქვს და შენით წარმართავ იქნები ეხლა ძიმე ადამიანი ზოგადად აი რამ განაპირობა რომ ეხლა ვფიქრობდი გუშინ ეხლა რომელსაც ხო თქვენს რაღაც საუბრობთ რომ გოგა უნდა მოვიდეს შენ როგორ ფიქრობ რამ განაპირობა რომ ყველა როლი ყველას ახსოვს პროფესიონალიზმი მორჩა და მარტივ ეხლა ცუდ რაღაცას ვამბობ ესე უბრალოდ მიყვარს ეს არა შეიძლება ლამაზად არ ჟღერდეს გოგას შესრულებულ და გაკეთებულ როლებს აზდის ბოდიში თქვენთან რა ოფლისუნი რა კუთხით იცი ეგ აი ნაფტალინია თქვი შეჩემა ჩვენზე რა დამიფაროს რატო მე ეს მიყვარს გოგა რა აი რატო აზდის იცი ყველა არის ნაშრომი სუფთა ფურცლიდან გაკეთებული და მარტო ჯერ დაიხოცნა მერე იქორწინეს იმ პიესაში თან მე თქვენი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი ადრე რომ უკან რა მხელა შედევრი იდგა ვასო გოძიაშვილის სახით და კი ბატონო მოდი მაგით დავიწყოთ რა მაგარი ისტორია მაგროლის კეთების პროცესი აი აულაბარში დავდიოდიო იქ ის როგორ ხო ეგ განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში იმიტომ რომ ნუ ჯერ ესეთი იმდენად დიდი და ბუმბერაზე მსახიობი თამაშობდა ამ კონკრეტულ როლს რომელიც გახდა ასე ვთქვათ ერთგვარად შტამპი რომ იმის იქით ვერც ხედა ვერც წარმოგიდგენია და რა შეიძლება გაკეთდეს რომ აი ესეთი არ იყოს და იყოს სხვანაირი ეგ იყო ურთულესი რა ამის გაკეთება და მე სულ ვცდილობდი რომ მაგას გავქცევოდი რაღაცნაირად თუმცა გიждდებოდი იმის ნამუშევარზე თვითონ აი ვასო გოძიაშვილის ნამუშევარზე აი ყველა მისი ჟესტი მოქმედება აი გაიხსენენ კიბეზე ადის და აი სახში ვერ შემსულვარი ჩართული ტექსტები ის რაც შეფასებები ხო ის არაჩვეულებრივია და ნუ ძალიან დიდია და ურთულესი იყო ამიტომ ვიცი რა გადმოვწერე მე ტელევიზიაში წავედი გადმოვწერე ეს ფირი ჩემს აგრიმიოროში მივიტანე პატარა ვიდეო მქონდა არაჩვეულებრივი მონიტორი და 24 საათი ვიჯექი და უყურებდი რა მანერას იმას და ვიღაცამ ჩამიშვა მიშასთან თუმანიშვილთან რომ ესო ზის კაცო და უყურებს ამას 24 საათი და დამიბარა ჯერ გამომკითხა და მე ესე მოულოდნელად შემომიღო კარები საგრიმიოროში რომ ენახა თავისით მართლა უყურებდი თუ არა და ნახა. მოკლედ, მაგრა გავილანძღე რა. რატო?
მე არ მჭირდებაო ვასოგოზიაშვილის ნათამაშებიო, მე მჭირდება შენ რას ფიქრობო და ასე შემდეგ და მე ვთხარ მიხალოვიჩ მაგიტო უყურებ ამას და აი მაგიტო რო უყურებო ეს ინტონაცია ყველაფერი ჩაჯდება თავში და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ. ხო და მე ავდექი და ეხლა ეს ყველაფერი მართლა შესწავლილი მქონდა და დავიწყე უკვე ვიღაცა X ტიპების ძებნა. ჯერ ჩამოვიარე ჩემი ძმაკაცები და მაგათი ბაბუები ყველა მახსოვს რა, ვინ როგორი იყო და ვიღაცის ცხვირი მომწონდა, ვიღაცის ულუაში, ვიღაცის მანერა, ვიღაცის ახლა ერთი ბაბუა იყო, მთელი ჩემი საძმაკაცო იცნობდა ამ კაცს. რაღაცა გარკვეული პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის და იწვა სულ გამუდმებით რა. ხო და როცა რაღაცა გასვლის თემა იყო, ხო, არის ფიზიოლოგიური თემა და დაუძახებდა თავის შვილზე, წამომაყენე, თვითონ და მივიდო და წამოაყენებდნენ და აი ეს ერთი ფრაზა ჩემთვის წამომაყენეთ, ხო? ხო, დარჩა, იმიტომ რომ ეგეთი ბევრი იყო რა. აი ძალიან ბევრი იყო. ხო, დიქტოფონი დავდიოდიო, მე მახსოვს მოყოლილი გაქვთ, ხმა ვიღაცის ის ვიღაცის ის და იყო ეგრე. არა, ეხლა ესე არ ვიწერდი, მაგრამ ყველაფერს ვიწერდი ქაღალზე. მე ნინელისთან მიმქონდა რომ აჰა, ტექსტი მოგიტანე რა, ტექსტი არა, ნახე ეს. ისე გოგო, ეხლა დამარტყა შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენი ბაბუები ბებიები რაღაცა ცოტა თეატრალურები არიყვნენ. იყვნენ როგორ არა. არა, ხო იყვნენ მართლა. ეხლა დაზე კი არ ვეძახი რომ არა ვარ ჩვენ, მაგრამ რაღაცნაირი თეატრალურები იყვნენ. თავის ჩაცმულობით, თავისი მიმიკებით, ქცევით, ეს არის გენეტიკური კოდი. მე დამერწმუნეთ რა მაშინ რა. ნახე ეხლა არა, ალბათ ამერიკაშიც ეგრეა. ბავშვი რო ჩნდება, იქაც ეგრე ჩანს რაღაც, მაგრამ ჩვენ ძალიან თეატრალურები ვართ. აი, ხო, წარმოიდგინე ქართული სუფრა. მოდი წარმოიდგინე აი ახლა რაღაცა ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თუნდაც რიტუალი, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, აი ჭირის სუფალი და იქ ქცევის ნორმები. ძალიან თეატრალურია ეს ყველაფერი რა. ხო და ნუ ეს ჩვენი ტრადიციული თემებია, რომელიც გენეტიკით აგვაქვს რა. და შესაბამისად აი გაჩვენო მე როგორ მტკივა, გაჩვენო როგორ მიხარია. სადღაც რიტუალი 4 შესაბამისი ფილმების არის გადაღებული, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა. თან გაშარჟებულიც არის, ვაი, ვინ არის? დავიწყო ტირილი. ანუ ხვევი, ეგეც ნიჭია ჩვენი. კი, ამერიკაზებს იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი რაღაც განუმეორებელი თან ყველა კუთხე სხვადასხვა არის. ნუ თვით ირონია არის ნომერი 1 საქმე, იმიტომ რომ შენ თუ არ შეგიძლია საკუთარი თავის გარედან დანახვა და მისი გაშარჟება, მისი გაღადავება, კარგი გაგებით ხა ამ სლენგით რო ვილაპარაკოთ, რაღაცა მგონია რომ უფრო ჩახურულ, ჩაკეტილი, რაღაცა ჩაბუდებული ტიპი ხარ. ხო და ჩვენ ეხლა მე სულ აღადავებ საკუთარ თავს, კაცო და არა, ეგ ეხლა არც არ გვაკლია. მე ძირითადად ნოდარას ვაღადავებ, მაგრამ მაინც აი ისე ვაკი, ხო, აი ჩვენ ეხლა თაობა მეც 58-ის რაღაცა ნუ ახლო არის რა და კი ბატონო. ძალიან ბევრ განსხვავებულ დროში მოგვიწია ცხოვრება. კი. ბავშვობა სხვანაირი ქონდა, ვიტო და განსაკუთრებით მე. აი ეხლა თანამედროვეობა ცოტა საგიჟეთია რა. და ძველი თაობის ხალხი სულ მახსენდება ის აი ისე რო ამბობდნენ ამას, რომ ვერ როგორ გადაეწე, მოდი რა. აი შენ ვიცი რომ ბავშვებთან ახალგაზრდებთან მუშაობ და ეს არის ალბათ შენი ერთ-ერთი მთავარი რა ვიცი აი შენ თვითონ თქვი ახლა მაგის შესახებ რა ეგ არ მაბერებს იმიტომ რომ პატარა ტიპებთან რომ ვურთიერთობ მე არ ვარ იქ პედაგოგი, დირექტორი, მასწავლებელი და ასე შემდეგ რა ეს სახაზავიანი მასწავლებლები რო იყვნენ და კი მე იყო ძმაკაცი და ყოფილა ეგეთი შემთხვევა მე ტიპს უთხარი რომ თუ რამე მე იცოდე რომ ხოძე ვარ რა რაღაცა ეგ დაგირეკა კი მოეხა უკან ხوار და მომიწია კაჩო მომდები ასე ეგეთი რამე ხდება ეხლა როცა ეზმაკაცები მაგას უკან ვეღარ დაიხევდი ხო ეხლა 24/7-ზე ასაკი რა ყავს სუპატარებიც ატყავს კი 7 წლიდან დავიწყე
ეხლა ცოტა დავაპატარავე ასაკი და 7 წლიდან არიან, იყვნენ 9-დან, მაგრამ აი 7 წლის პატარები. ხო და აი გკითხო. ყველას ჩაიდებენ ჯიბეში. აი მე ესეთი ხარტი ხო რაღაცა დაფრინავენ. აი, ვერ წარმოიდგენ, ისეთი მაგრებია. თან ის რაღაცა მუშაობის, აი მსახიობური კუთხით, უხერხულობის ისიც არა აქვს, ხო პირიქით. ხო ლექსუელად ფევინები. მოყავს რისთვის შობელს? ეცერა უფრო განთავისუფლებისთვის რა და მე აქ არტისტებს არ ვზრდი რა. მაგრამ ბევრი წარაკაცმარიც რა იქნება და როგორ? არა, როდესაც ასაკი უწევს და თვითონ გადაწყვეტილებას იღებს, მე არ შემიძლია ეხლა ამდენი წელი ჩემთან იყო ბავშვი და იმას ესე ვერ დავტოვებ, ხო? მე უკვე პროფესიულად იწყება მასთან მუშაობა ისე რომ როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში მივა, იქ მივიდეს გამზადებული მასალა უკვე. ხო, ხარისხი. რა ინტერესებს განსაკუთრებით? რას გიკითხე? ხო კითხავს, სავენ ხა ეგრე პატარები არა, გაგურგავენ. ძალიან ბევრს საუბრობთ რა. ნაკლებია ქმედება, არა, თუმცა ის ქმედებაც არაკლია, ხო, აი მობაბეზრებელი სავარჯიშოები მეტყველების და ის და ეს, მაგრამ რაც უფრო გახსნილი ხარ და შენ ისტორიებში შეყევ ხარ და შეკავს ეს ადამიანები და იგებენ არსში რა არის სწორი, რა არის არასწორი, დამუშავად ბევრჯერ მიქნია ესე რომ აი რაღაც ჩემი კონკრეტული ისტორია მომიყოლია და იმათ მივეცი საშუალება რომ გაეშიფრათ რაში ვიყავი მე მართალი და რაში არა. და ძალიან ბევრჯერ ისეთ რაღაცას მივაგენი რომ მათგან უფრო მეტია სასწავლებელი, იცი? ხშირად არის. იმიტომ რომ ხედვა ძალიან განსხვავდება ეხა ჩვენი და ამათი, აი ძალიან სიგიჟე კილომეტრებია. უკვე ინტერესი რო და ბოდიში, უკვე რომ მოყავთ, ეგ ძალიან მაგარია. შენთან რომ მოყავთ. ხო, კომუნიკაბელურობა, ურთიერთობა, რასაც გულისხმობ რა. არა, მარტო ეგაც არა. აი ეხა ბევრი ამ დღევანდელ დღეს ახალგაზრდებს ბევრი პლუსები აქვთ. იმ დროს ჩვენ სადაც ხო პლუსები ქონდა. ანუ რაღაცა ფასეულობები გადაფასდა. კი ბატონო. დაჩქარდა, საგიჟეტია, ერთმანეთს აქცალია, ისლამოსლა, რაღაცა მაცივარი სავსე იყო. ანუ ეპოქა შეიცვალა აბსოლუტურად. შენთან რომ მოდიან და შენ ამ რაღაცებსაც რო ხო ეუბნები დარწმუნებული ვარ. ეგ უნდა იცოდე. აი როგორც უნდა იცოდე, თქვათ, ვინ იყო დათო ყიფიანი. უნდა იცოდე ვინ იყო ძველი სახე. არა, ხო ხდები, მე მინდა რომ ამ ახალგაზრდება მეტი იცოდენ. იმ ხალხზე ვიზეთ შენ საუბრობ დღეს თუნდაც და ჩამოთვალეთ ხო როლები გოძიაშვილი, რა ვიცი, რომელი ერთ ჩამოთვალდა. მაგრამ ესეთი აი როგორ გითხრა რა, რას ეძახიან, ესეთი შემართული ტიპებიც არიან ჩემთან. მაგალითად მე რაღაცა ახალი ტექნოლოგია პირობითად დავნერგე ჩემთან და სასწავლო პროცესში და ვიკითხე სოფიკო ჭიაურელი და ვაი გაჭედეს რა სოფიკო ჭიაურელი არიციან და მოსერული ხალხო აუ გავგიჟდი რა ინაღამ რო რას ქვია ესე იგი ესეც ხო მოკლედ მივეცი საშუალება რომ თქვენ თვითონ აირჩიეთ ფრაგმენტი ფილმიდან ისა ეს და ის გოგო რომელმაც მე მითხრა სოფიკო ჭიაურელი არ ვიციო მეორე დღეს მოვიდა და მითხრა რომ მე ავიღე ნაწყვეტი დათა თუთაშხიადან, ოღონდ სოფიკო ჭიაურელის. მე ვთხარი, ხო, არიცი, ხო უნდა ვიცოდეო. და აი ნახე როგორ შემართულია ბავშვი თვითონ რა და ტვინი როგორი სმარტია. აიღო ის ურთულესი რაც არიცის და იმუშავა ისე რომ ყველა ფილმი ნახა, გაიცნო, ამოქეკა აი YouTube-ის მეშვეობით ბევრი შესაძლებლობაა რომ ამოკრიბო ნახო და ასე შემდეგ. ძიმა ამ გოგომ გაახმოვანა ეს ფრაგმენტი. აი ეგ უკვე ხო შენი გამარჯვება არის. მოდი ესე თქვა რა. მე ვერ აგიხსნი. ჰაერი სუნ თქვა შეფასებაც კი ხმაში ისმოდა. ვაიმე ისეთი მაგარი. ძალიან მაგარი. ესე იგი თქვენთან ის გახმოვანებათ ცალკე სამსახიობო ამბავია და სხვა ჟანრია და მაგარია და ესე იგი მაგ კუთხითაც პროფესიონალები ხდებიან რა. არა, აი მე გეტყვით რა, მე რატომ ავირჩიე გახმოვანება მეთოდად სასწავლო პროცესის.
ეს ბავშვები არ არიან ინფორმირებული და ეს მათი მშობლების და ბავშვების ბრალი არ არის. ეს არის ჩემი ქვეყნის ბრალი, რომ ამ ბავშვებზე არ ზრუნავენ, რომ სოფიკოც იცოდნენ, რამაზეც, სერგო ზაქარიაძეც და ყველა. ეს არ ვიცი როგორი ფორმით უნდა მოხდეს, მაგრამ ყველა უნდა იყოს ამაში ჩართული. ეგ არის ჩვენი განსაკუთრებული სიმდიდრე. არც ერთი კომპოზიტორი არ იცი. აი ეს ლაღიძეზე მაგარი ისტორია თქვენ. ხო და აი აკინმუსიკაზე კიდე ცალკე მიდოდა რა. ენა ხო გითხარი სანამ შემოვედი, სანამ დავიწყე გადაღება. რაღაც პროექტში ვარ ეხლა და არც მჭირდებოდა, მაგრამ აი გადავხედე ამ ძველ ფილმებს. ბიჭო სულ სხვანაირი რაღაცა. მე ეხლა კი არ ვაკნინებ ამას, კი არ ვიძახე რაღაც, მაგრამ ის დროინდელი კინო ჯერ ვარსკლავი რო ქვია, იმდენი იყო. კი, როგორც აი იუვენტუსი რო იყო, პლატონის დროს, ყველა ვარსკლავი რო შეკრიბეს. აი ეგეთი ის იყო კინო მუსიკა, რომელიც თავში გიждდება ყველა ფრაზა. აი ხა ნებისმიერ, ამათ არ ვიცი ხა რაღაც ამათაც ეცოდინებათ, მაგრამ ფრაზები რომელიც რო გაგეჭედება თავში, დამთავრებულია მთელი ცხოვრება და სიტუაციის მიხედვით რო ხმარობ. რაღაცა მოხდება, რაღაცაზე ეთქვი და ჩაჟდარი გას რა თავში. მე ძმაკაცი მყავს, მარტო ქართული ფილმებით ლაპარაკობ. ხო, მაგარია მე. აი, ყველა სიტუაციისთვის არის ფრაზები თან. ყველა სიტუაციისთვის. ზურაყვებოდა შარვალი. და ზურაყვებოდა იმ დღეს ჩემ ახალგაზრდობაში, აი როგორც შედევრს ისე არ აღვიქვავდიო რამდენიმე ესეთი ფილმი იყო ქართული, რო გავიდა პერიოდი ამ გადმოსახედი და შედევრი კი არა იმაზე მეტია. ეგეთი დრო დადგა და პელე მხატვარი, პელე კომპოზიტორი, პელე რეჟისორი და არტისტი. მე ისი რა ბედნიერი კაცი ვარ. კავკასიურ თეატრში კულისებში ვიყავი. თითქმის გლამბერ სპექტაკლი. ხო. თემები ისო ეხა გურაბანძე ნოდარი იცი და უკან დავბუდიობდი სულ. ეგ გოგი გეგეჭკული გავიცანი მე იმაში, ვახუშტი კოციშვილი, ამაზი დავისწავლა, დონკიხოლის გადაღებებზე ვიყავი. უკან ჩავტენეს, ეგ არ მოვიწდება დღემდე. აი ნახე ეს სამზარეულო განსაკუთრებულია. აი სასაულია ეგ უკან. აი ნაღდი ტიპი რო აი ვერა წერე ხარა ზუსტად მე რა. მაგრამ აი კულისი და აი სამზარეულო ის განსაკუთრებული ადგილია რა. ეგ როდესაც აი ხედავ რომ მსახიობი დგას კულისებში და ეხლა უნდა გავიდეს იქ და ის როგორ ემზადება სცენაზე გასასვლელად ეს თან გოგა მინახია რომ ფეხზე ვერ ის განკულიში ეგ მახსოვს ადამიანი მსახიობი და იქ რო გადიოდა იყო მხეცი კი ბატონო შემოვიდა და წაიქცევა აი ეგეთი რაღაცების მინახავს და მახსოვს მე გეტყვი ერთ რამეს ეხლა მე ჩემ თავზე ხო იმს რაღაცა შეიძლება სალაპარაკოთ თორ ჩვენ აქ შეკრებილები წარმოგიდგინო საკუთარი თავი ჩემ ცხოვრებაში იყო ესეთი მომენტი რომ ხერხემალი მქონდა დაზიანებული და საოპერაციო ვიყავი და ამზადებდნენ ოპერაციისთვის თიაქარის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა მოწყვეტილი ფეხები ყავარჯენზეც კი ყავარჯენზეც არ მაყენებდნენ რომ ფეხები არ გადამტრეოდა მოკლედ დაიგეგმა ოპერაცია ეს და ამ შემთხვევაში სახლში მწყევარ ვარ და ბავშვი და მოვიდნენ ჩემი თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელი გოგი მარგველაშვილი, ჩემი ძმაკაცი და ბზალა მიქაშოვიძე, ჩემი შვილის ნათლია. მოვიდნენ და ბიჭო ფესტივალია მოსკოვშიო და უნდა წამოხვიდეო. აი ზუსტად ესე, აი ამიყო და ხარ მე გიჟები ხო რა ფესტივალი, სადაც ვერ მდგევარ, ყავარჯენზე ვერ მაყენებთ რაღაცა. საკაცით წამიყვანეს. რა საქმე? კი საკაცით ამიყვანეს ბრინავში საკაცით მიმიყვანეს სასტუმროში ორი სასტრაფო იდგა აქეთ იქით აქ გამომიწერეს რაღაცა წამალი რომელიც ფეხზე დამაყენებდა და ორი სასტრაფო იდგა კულისებში ეგრე მათამაშეს სპექტაკლი რომ აი რა ხდება ეს რა სხვა არის არა ჯანმრთელობას როცა ეუბნება ეს გაბუქებული არა გაბუქებული არ გეუბნები სასტუმროში ნომერში და ესენი სპექტაკლის დროს ხო საერთოდ ის არ ქონია არაფერი არ ანუ შეხარზე ეგულავეს მოდი ესე ვთქვა სპექტაკლი გათამაშე და თვითონ წავიდნენ მე საკაცით ჩამომიყვანეს გრილი გინესი გესიანო მადლობა
გემრიელესი გინეს. ყველაზე გემრიელი. ხო, მაგრამ ისეთი ტროლეიბუსი თავარ რა და ეს ისეთი ბატონო გოგა, ისეთი სკოლა გაქვთ თქვენ გავლილი, ისეთი პედაგოგის ლილი ოსელიანზეა რა საუბარი. სადა არ ვიცი რა, მართლა წყალგაუმტარი არტისტები გამოვიდნენ იქიდან, რომ არაფერი არ ედებოდათ. ნოდა შემოკარგო მაგაზეც გეტყვი რა და ეს ის სამჭედლოა რომელსაც თუ გაივლი მერე აი შეიძლება მსახიობად არც დარჩე მაგრამ ის რაც ამ ქალბატონს ჰქონდა რა მომნუსხველი და ესეთი აი ხელში დამჭერი არ ვიცი მე რაღაცა ჯადოქრობა მე მესამე კურსზე თამაშობდი ლუარსაბ თათქარიძეს. ვიყავი აი კოხინორის ფანქარივით რა თხელი ესეთი კი არ ვიყავი კაცო მე ვიყავი ძალიან ხაცი დიდი არა ხო ეხლა არაფერს ვერ იგო ხო და სცენაზევე ჩემი პარტნიორები მაცმევდნენ აი ამ გასასუქებელს რაღაცას რომ ფორმა მიმეღო ლუარსაბ თათქარიძეს და ასე შემდეგ და მე როდესაც უკვე აი ესეთი სუქანი და რაღაცა ვიყავი, უნდა გამეკეთებინა კულბიტი. ხო და ნუ ბიჭო ვერ გავაკეთე რა, არის ხო ეგეთი თემა, რომ ვერ ვაკეთებ რა და ქალბატონი ლილი იჯდა დარბაზში და გოგი ჯერ მარჯვენა ფეხი გადადგი, მოიხარე და უცებ აი ვერა ქალბატონო ლილი რა ამიყვანეთ სცენაზე და ორი კაცი მივარდა და მოიყვანეს ქალბატონი ლილის სცენაზე. მიყურე დედიკო და კულბიტი და ლილი ოსელიანმა გააკეთა. კი. და აბსოლუტურ შოკში ვიყავი რომ იგი მაგის მერე როგორ მაგის ნახო აი მე რას ამბობდა მე არ წავიდოდი მოსკოვში ხო არა გაქორებულია ზუსტად მაგის და მკვდარი ვითამაშებდი იმ სპექტაკლს რა იმიტომ რომ აი ამ მარწუხებში გავიზარდე რა ისე სიმართლე ჯობია რომ ვთქვა ხო ვერ უძლებდი, იმიტომ რომ მე რაღაცა ლაღათ პლეხანოვი რა ძალიან მიყვარდა ჩემი უბანიც ისიც ესეც და თავისუფლად ცხოვრობდი და უცებ მივედი და მოვხვდი ქალბატონ ლილისთან. ჯარში. იწყებოდა საღამოს 6 საათზე თუ 7 საათზე რეპეტიცია და მთავრდებოდა ღამე პირველ 2 საათზე. და ერთი და იგივე. აი რამდენჯერ შეიძლება ამ ხნის მანძილზე თქვა გამარჯობა. აი კარი შემოაღე და გამარჯობა. არა დედიკო თავიდან და არა დედიკო და თავიდან აი სენდა იუბილეი იყო თუმანიშვილის თეატრში ერთხელ და ნინო ბურდული უძლიერესი მსახიობი იმ სცენას თამაშობდა, გაითამაშეს როგორ მიდის რეპეტიცია, როგორ მიდის ლილი ოსელიანთან, აი ზუსტად არა დედიკო, გამარჯობა, მოვედი. მარტო ეგ იყო და ერთი 10 შემოსვლა ქონდა მარტო მაგის გამო. რა 10 ცოტა გაწოდა ხო 7-დან პირველ საათამდე ამის 2 საათამდე. არა, ნუ იქ პატარა სცენა იყო. ხო და არა სამბედნიეროდ ხდებოდა მე ისე რომ ადამიანი რომელსაც უჭირდა გადაადგილება ღამის 2 საათზე ფეხით გამიცილებია წარმოგიდგენია? ო, რას ამბობ. და უკან არ დაუხევია ყოფილა პერიოდი რომ აი ესეთი შუაში გამყოფი ხაზი როა იქ გვივლია მე და ქალბატონ লিლის რა შენ წარმოგიდგენია ესეთი საგიჟეთი რა ვიცი ეხლა ესე იოლად არ ხდება წეგარო თქვი ჩემ აი პატარა სტუდენტებთან იმ ბავშვებთან მეგობრული მიჭირავს არაპედაგოგიური მე პირველად ეგ სად დავინახე სტუდენტი ვიყავი და ვაკის სარდაფში ვიყავი მოსული სპექტაკლზე ჰელადოსი დადგა იქ რო თქვენ შემოდიოდით იქ რო თამაშობდით თქვენ და რო შემოდიოდით სპექტაკლზე ესე იგი არც ერთს იქ პატარა დამწყებ სტუდენტებს იქ თქვენთან ვინც იყო ვინც თამაშობდა ეს ზედმეტი ის არ ქონდათ ხო ხდებით რომ აი გოგა პიპინაშვილთან ერთად თამაშობ რომელი პატარა ბავშვი ხო ეგ ო მოვიდა მესი აი მოვიდა ჩვენი პარტნიორი მეგობარი სპონსორი ნიკორა სველოდებოდით და მოვიდა იუბილეზე ესეთი გემრიელი უხრხულება შეიძლება სატელი დროსაც მიიღო თორე ფირმა ბასარაჩერებს ისია მე არა ისე ლესავს კაცო მე ხო და აი მანდ ვიგრძენი ეგ ერთი გუნდი და მეგობრობა და არა პედაგოგის დამოკიდებულება ამას აკეთებდა ჩემო ნოდარ ის რომ მე 18 წლის მანძილზე და მათ შორის აი ეს ბავშვები სწორედ მაგ
თაობიდან დაიწყო ეგ ყველაფერი. ბევრი მარჯანიშვილში წავიდა. მივდიოდით კვარიათში მთელი 14 დღე. ანუ რო დასრულდებოდა დასასვენებლად? არა მხოლოდ დასასვენებლად. აი იცი რა? ექსპედიციის სახე ქონდა სადღაც. უფრო სამუშაო, ესე იგი წლის მანძილზე, რასაც ესენი აგროვებდნენ, ყოველ საღამოს ჰქონდათ ან სპექტაკლი, ან კონცერტი, ან იმპროვიზაციული საღამო და ასე ხო, შემდეგ. არა ლაითად უფრო გასართობად, ხო? აი იცი რა? თუ ისე იყავით. აბა როდის ისვენებდით ვერ აი ხო და აი მაგას გეუბნები რა, მაგალითად ერთხელ აღმომაჩინე, ერთ-ერთ წასვლაზე აღმომაჩინე, რომ ბევრი ქართული ფილმი ამათ არ იციან. ამიტომ მივმართე ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელმაც იქ ჩამოგვიტანა ვებერთელა ტელევიზორი. წავიღე 65 ქართული ფილმი და 25 ქართული სპექტაკლი. ზღვაში ჩადიოდნენ, ამოდიოდნენ, ფილმს უყურებდნენ, ჩამოუყურებდნენ. ჯერ შეერვარდაგეს არა? ხო და რო ჩამოვიდნენ, უკვე მეორე ხარისხოვანი როლები ვინ თამაშობდა და ვინ იყვნენ, ეს იცოდნენ. და ეგ ისეთი რამე იყო რა, იდეალური რა. აუ, ძალიან მაგარია, ისე ეგ უნდა ეხლა საჭმელზე გამახსენდა. არა, რაღაცებს მე მოგიყვებით რა. კი, არა, იქ მქონდა ჰელადოსი, როცა გავაკეთეთ მინდოდა რაღაცა გარკვეული კადრები ზღვის და ასე შემდეგ და იქ მქონდა გადაღებები. ჩხუბის კადრებიც იქამა გადაღებული რაღაცები არ შევიდა სპექტაკლში, მაგრამ იყო ეგეთი, რასაც იქ ვიღებდი. ამის შემდეგ გავაკეთე დრაკონი. და ეს დრაკონის გადაღებაც მქონდა იქ და ეხლა უნდა მოგიყვეთ დრაკონის გადაღების დროს ავიტეხე რომ ბუნებრივი ის მინდა მეტი რა არ მინდა ეს ვიდეო ეფექტით გაკეთებული რაღაცა ეფექტი და მინდა მეთქი ნატურალური რო იყოს ეს ყველაფერი და ეხლა მე გეტყვით როგორ გავაკეთე. მოვიტანე ეს 50 ცალი როა ვებერთელა სალუტი თუ რა ქვია მაგას რა ფეერვერკია თუ რაღაცა ოღონდ დიდები და დავშალეთ ეს და არის ესეთი მილები გადაბმული ერთმანეთზე რაღაცით რა გავაგზავნე ბათუმში მოვატანინე მონადირის მაღაზიიდან ეს ცეცხლი რო ეკიდება და ბაწახი თუ ასე შემდეგ ავიდე დიდი ლაფეტი და იქ 10 ცალი დავამაგრე სკოჩით მოკლედ მოამზადე ეს ხელი დასაჭერი აქ ქვემოთ ფიცარი ქონდა მთელი ამბავი რომ მინდა ესე იგი კადრს ვალაგებ რა რომ მე რო გავისვრი წყალში რომ მოხვდება და აჩქეფებს ამ წყალს იქ თან ფეერვერკიც მოხდეს და ეს კადრმა გადაიღოს ამიტომ კამერა იდგა ჩემს ქვემოთ მე ვიდექი ზემოთ მთელი ბავშვები 10 ცალი ეს ფეერვერკი ეხლა გეტყვი და ყვითელი ლენტი გავაბი პლაჟზე ხდება ყველაფერი სანაპირო და წარმოვიდგინე ბავშვები უდგან ყვითელი ლენტი გავაბი ამის იქით არ გადმოხვიდეთ და იქ ხალხი კაცო უკან სანაპიროზე ბუნგალოები არის ეგრეალი ხო და ჩვენ ვიღებთ ეს ოპერატორი ჩემი მოწაფე აი ის დგას და მზად ახარ მზად ავარ ერთი წერტილი გვაქვს ამოჩემებული და აბა მოუკიდა ჩემო ძმაკაცმა და წავიდა ეს ცეცხლი და პირველივე ზაია ბუმ გავარდა ვეღარ დავიკავე ეხლა ხელს ხო არ მივადებდი მეჯო გადაბმულია ერთმანეთზე და 10 სალუტი გავისროლე ბუნგალოში ვიღაცა ლაჟის იყირა და წაეკიდა ის აი გაგებით პატრონი არ ყავდათ იქა ბიჭო როგორ პანიკა ატყდებოდა ერთი მოწაფე მოვიდა და მეკითხება გოგამას იქით რატო ისროდიო და აი შვილო მეოთხარ ხო იცი აქ სულ ნათესავები არის სულ ნათესავები შარშან მეთქი აი საახალწლოდ ვერ ჩამოვედა ეხლა მიულოცნა ვიღადავე რა თქმა უნდა მაგრამ გამოვიდა ხო ეგეც გამოვიდა ეგ ცეცხლით ჩავაქრეთ რაღაცა პატრულიც მოვიდა ფილმი მოხდა მეორე მხარეს გადავიღეთ ფილმი იქ ბავშვს ეხლა ოპერატორი იყო ეს ბავშვი და
ხმა ესმის ბუ წყალში არ ხვდება და გადაირია კაცი. დიმა, აი ქართული ფილმებიდან აი რო უყურებ რა ჭამის სცენებს რამდენი გახსენდება რომ აი მოგდომებია რა. უფრო ანიმაციაზე. ბიჭო, მე ერთ-ერთი არის. მიყვარს სმადამ, მიყვარს ჭამა. პამიდორს რო ჭამდება დღეს ახმელიაზე რო პამიდორს ჭამს, პაშოლ დაუკარი და რაღაც. აუ, მან პამიდორი მომწ. აი როგორ მინდება, იცი? თან ისე გემრიელთ, აი იქ ცოტა არახს და დაარტყავთ და ნახე, გალი. სხვათა შორის მაგ ერთ კადრში ნამდვილი არაყი ჩამისხეს იმ გრაფინში. აი რო იჭყატები იქ ზუსტად ეგ არის რა, რო კაფებული კაჭა. რეალური გამოვიდა. ეგ არ ვიცი რამდენმა მიაქცია ყურადღება, მაგრამ მეც რაზე მეცინება, კი მინდა რომ ჩამოდიხარ და რო გეზარებათ ფიზახოცით გამშრალებათ. ფერანგზე რო ლაქები რო აქვს, აი ეგეთი დეტალები ხო შემადგენელი ნაწილი, აი ზუსტად კახეთში იქ კაცი ცხოვრობს, მიაგვია მიტო, ჯამობს და ლაქები აქვს სველი. მაგ გადაღებებს ახლა რა თქმა უნდა ვთქვა და იმიტომ რომ არა, ეგ ეხა ისეთი თემაა. ძალიან მაგარი გადაღებები, ესე იგი მე მინდა გითხრათ, ხა ფილმი როგორი გამოვიდა, ეგ მოდი მაყურებელმა განსაჯოს, მაგრამ ეგ ყველა ვიცით ახლა რა თქმა უნდა, ანუ რისი თქმა მინდა, ზაზამ თავისი მისია შეასრულა კოლელიშვილმა. რომ მოვიდა ჩემთან რომ აი ესე რაღაცის გადაღებას ვაპირებო და აი მე ვთხარ ზაზა რაღაცა ჩვენ ხო ბავშვობიდან ძმაკაცები და დროა ხო ეგ პერიოდი არა სანამ ის დაინგრეოდა რა რომელი წელი იყო 93 იყო მანამდე 93 რატომ ახსოვს 93 იყო ზუსტად ვიცი კაცო კიდე ცოტა ადრე იყო რა მართლა ხო და ასუღურები აბა ბიჭო კინო თუ არ გამოგვივა დალევას მაინც კახეთში ლოგიკა მასავლა რა ესე იგი მდინარეში რო სცენა თუ ასე შემდეგ 3 ლიტრიანი არაყი გვაქვს შიგნით ჩადგმული ალაზანში და ის დავლიეთ მე და მამუკალორია. თან ეგ კაი ტემპერატურას აყენებს. იქ მართლა არა. 3 ლიტრა დალია ჩვენ და 2-ია? ხო და მოხდა. ის როგორ გადარჩა ცოცხალი და ერთო. არა მამუკა მაგრა სოდა, მართლა? კარგი ბიჭი. აუ არა, ეს აუ რა გულიანი აუ ეხა ის გამახსენდა ეგრევე რა, ეს ხინკალი, ის პატარა ის რო არის, ნოველა. აი ხო ეგეთი რამე აი ნებისმიერ დროს შეგიძლია თან ასახია ანუ რეალურად განიცადა რომ ტიპა ეს გაუკეთა რა რო უჭამა არა ეს სასწაული არა მართლა აი მაგას ვიძახი ადამიანებო რა აი ეგეთი მოდი ახლა გადაიღე დიმა ვერ არა აიცი რა არ გამოვა რა აი ძოცხვა იყო ადამიანი ცხვა იყო რა ვიცი ისეთი პედაგოგი გაიხსნა ცოტა ისე გამომდის რა ნებრულად მაგრამ კიდია რა ეხა ჩემი აზრი მაქვს ჩამოვთვალოთ ახლა არა შეურაცხყოფას ვაყენებ სპექტაკლი მე კიდე მოვესწარი რომ გამოვიდოდი ლექციიდან თეატრალიდან ასარჩევად კიდე იყო რომ აი ის თუ ის ეხლა თქვენ მაგას არ იტყვით მაგრამ ის პედაგოგები ვინც ჩამოვთვალეთ ხო იყო მაგის შედეგი სკოლა დღეს სამწუხაროდ უნდა ვთქვა რა ვქნა დღეს სამწუხაროდ არ არის ბევრისგან ვიცი ეგრეა ნამდვილად არა შედეგიც ჩანს ანუ მაგას არ ჭირდება ბევრი ისა შედეგი მოდი რა ბიუჯეტებზეც არის საუბარი ფულიც არ არის აი იმდენი თქვა რომ ეხლა არა ფული არ ჭირდება არა გოგა ეხლა ფული მაგას მაგეთ მივდივარ ეხლა შეგიძლია აიღო და რაღაცა თუ მაგარი ხარ გააკეთე ნიშა თუმანიშვილი რო გეუბნებათ ის დოკუმენტური რო ხო ხედავთ რაც ხდება ჭერის კდება წყალი ჩამოდის იმ კინოსტუდიაში სად დაიწყეთ და როგორ კი ბატონო ეგრე იყო ნამდვილად რა ამიტომ იქ არ არის თავარი არის მაინც ჩემი გადასახედიდან არის არანორმალური შეპყრობა სურვილი თუ ეს სურვილი გაქვს ყველაფერს გაუძლებ ყველაფერში გაივლინოს პედაგოგის რო დამიჭირს აი ხა თემურ და შენი თავის თემური ბატონი თემურ ჩხეიძე ამბობს ერთ-ერთ ლექცია გადაღებული ერთ-ერთ ლექციაზე რომ ამაზე მაგარი არაფერია როცა ხედავ რომ მსახიობს შენი ჯერაო და შენს მაგ მსახიობს ერთგული კაცი არ გეყოლება ხო და აი ხა არ ჯერათ რა ეგრეა რა ხა შეიძლება ისე გამომდის მაგრამ ფაქტია რომ ეგრეა იცი რა რაღაც აი ამ გარკვეულ სისადავეში შემოვიდა ზერელობის ფაქტორი რა და ეს ზერელობა სცენას არ უყვარს. ეს არის როგორც მსხვილი ხედი, აი კინოში მსხვილი ხედი, წამწამიც რო ჩანს, თუ ამ ხარისხში არ არის, რა ვიცი, მე ეფექტების
არ მჯერა. ეხლა შენ რაც მოყევი ის დრაკონი ეხლა ჩაძე აგერ ავიღებ ეხლა ტელეფონს ჩაკ ხატავ აქ და ჩავწერ და ისე სცენას გამიკეთებ კი ბატონო არის ეგრე აი მაგას გეუბნები ეს ხელმისაწვდომი რაღაც გავაკეთე კიდე აი ერთჯერადი პატარა მრგვალი სანთლები რო აი წყალხილტივებს ნახე მოვიფიქრეთ ესეთი რამე რომ დიდი ფიცარი ავიღეთ ლაფეტი და ბავშვები ყველა მეხმარებოდა ერთჯერად ჭიქაში ჩავასხით წყალი ჩავდეთ ის ანთებული სანთელი და დავაწყეთ 1-300 წალი წარმოიდგინე ანთებული სანთელი შევიტანეთ ზღვაში და ამ ფიცარს დავაყვინთინეთ ანუ გამოვაცალეთ რა და ეს ჭიქები წავიდა აი ალაგ-ალაგ ტალღებზე რო იმაში ტალღებზე კი არა საოცრება გადავიღე სად არის გაჩვენი არა ეს ისეთი კადრი იყო მოვარდა კატარღა სარფი იმიტომ რომ გაიშალა ეს მთელ ზღვაში და ძალიან ლამაზი იყო მაგრამ ყველა ბავშვი იღებდა ამაში მონაწილეობას ანუ მათი წილი იდო რა იმის კეთებაში ზოგი სანთელს ანთებდა ზოგი წყალს ასხავდა და ეგ არის რა ის მეგობრებო დიმა უთხრათ ჩვენს გამომწერებს რომ გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი დავალაიქოთ ეს ვიდეო და ესეთი საინტერესო და მაგარი ადამიანები გვეყოლება ყოველთვის სტუმრად და რაო გამომწერებს ისეთიც გამომწერებს აი ეს ხო გამომწერებს უთხარი ნო და გამომწერებო კიდევ გამოგვიწერე დავი გითხარი ჩარისე და შეუბერი დაალაიქეთ ვერ გაიხსენა და მაყურებელს ვთხოვ გამოიწეროს ჩვენი ლაილაის YouTube არხი რომ დიმა არ იყოს აი ესეთი ჩასაფრებული ეს რა ქვია მოდრიანის ბიჭოსკა რა ესე გააკეთე რაფაელა კარა ხო იცი ოჩა თუ შეუბერი აი ძალიან მძიმე სურათი ამაზე უნდა თქვა კაი რამე შევარი აქ კი არა ეს ეხა ნამუშევარი აქ რო აუ რა სამხეთ თქვენგან ამის მოსმენა ნამდვილად ამაზე მე ცალკე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო, იმიტომ რომ დიდი მადლობა. იქ მე ბევრი ნიუანსი მაქვს ნანახი, ბევრი რამე მაქვს ნანახი და აი გოგა ისე ზევიდან მიყურებს ეხა არ გინდა ამის ხება რა დავიდა მანე აი ნახე როდის ვიყურებ დღეს ხო ხედავთ როგორ კარგად ვიქცევით იმიტომ რომ გოგას ვცევთ პატივს შემდეგ გადაცემაში ამას ბატონო გოგა ესე მაყურებელს უთხრათ ჩვენ ბატონო გოგას რო გეძახეს მოგწო მე მერიდება ხო აი გოგას ვიძახდი და ერთხელ არ მithkom რა კი შეჭება გოგას ვიძახდი მაგრამ რაღაც მომენტ წეგა რაღაცა სანამ დავიწყებდით ჩაწერას მოვისმინე რა YouTube არხის ვარიანტიც არის ხო? ხო, ეგ ვითხარი ერთი მაგრამ მაინტერესებს. უთხრათ? ხო, არა, ეს ახლა მოვიგე, ასე ვთქვათ, ესეთი სახელმწიფო გრანტი, ასე შემდეგ ძალიან მინდა რომ ბავშვებისთვის გაკეთდეს ესეთი პოდკასტი, იმიტომ რომ ძალიან უამრავი პრობლემა გროვდება მოზარდების ირგვლივ და ძალიან მინდა რომ ღიად ვისაუბროთ აი ამ პრობლემებზე, ეს ეხება სკოლას, ეხება განათლების სისტემას, ყველაფერს აბსოლუტურად. რომ პედაგოგებს მთავარია რა, პედაგოგი. ეხლა ამ ბოლო ხანს რო დავაკვირდი, რამდენი სკოლაც არის, იმდენი დედაენაა, კაცო და იმდენ დედაენაზე ასწავლიან, გადავირი ექინა. არის ეგ სხვა კიბეცინება შემარა. არა, სხვადასხვა ლიტერატურა სწავლობენ, ყველაფერი ხდება სხვადასხვა. მე ოტია იოსელიანი გამახსენდა იქ. სადღაც ოტია იოსელიანის ფრაზებს ნუ მათქვევინე ხა ყველას. მაგარია, ბოდი შეგაწყვეტინე. ოტია იოსელიანის ჩანაწერია დევს YouTube-ზე, სხვა შორის იქ მისული აქ რაღაცა ლაპარაკობს და ის ხო ეწეოთა და ახლა აი ეს პერიოდი რაღაც ცვლილებები რო შეიტანეს დედაენაში. მოიცადე რაღაცა ვინც ხარ, რაღაცა გვარსამობს, ეგ იყოფილა პაუზა. თან და ისეთი პაუზა აქვს, რა ის სავსე გოგებაშვილის და ქეგუცია პატივი. აია დოუტოვებიაო, ისე მაგრა. ესე ერთი მაგის ფრაზა კარგად ჩამჩა რა. თან ქეგუცია პატივი. რა ოტია ძალიან დიდი. ერთი მაგის ფრაზა ჩარჩენილი მაქვს. ამ ცხოვრებაში კაცი რო იტყვის, კარგად ვარო. ანგიჟია, ანაფერისტი. და ისიც კარგად ხო? არა, ეს პირველ ახსენებს ეს ხა? რომ მოვუკიდა ხო იცი? ახლა შეიძლება მოწევა და არა. და მაგიდას დაუბრა მოურბენეს საბერგლე რუსთაველის თეატრში ბატონო გოგა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი მიდის და ბიჭო ვატყობ რომ არ არის სცენიური მტვერი ბოლი რა რაღაც აი მოდის და მოდის მე მორჩა პირველი მოქმედი მაგარს უბერ მაგარს უხიშინებდა ხო კი მივიდა მე რაღაც არ შეიძლება ის მე ახლა შენ ჩემ შემთხვევაში აი როგორი გადაკვეთა მქონდა ამ კაცთან ეხლა გეტყვით ინსტიტუტი რო დავამთავრე მე მოხვდი
მაშინ ახმეტელის თეატრი არ იყო, მაშინ იყო გლდანის თეატრი. სცენაც არ არსებობდა და აი ჩემ ხელში დატრიალდა ის სცენა პირველად. იქ იყო ისე ტერიტორია ის. არა, იქ არ იყო, იყო მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი თუ რაღაცა და იმ ეზოშიც რაღაცა მოკლედ რა. ხო და მოიტანეს პიესა. მაგარი რაღაცას ბატონი ოტია იოსელერს გამოქვაბული. აჰა. ბატონმა ლერი პაქსაშვილმა მოიტანა პიესა და მეუბნება გადაიკითხეო ეს პიესა და ერთ შენი აზრი მაინტერესებს რომელ როლს შეარჩევდი შენთვისო რა. კარგი მეთქი, წავიღე ეს პიესა, წავიკითხე და იქ არის ერთი გოჩა. მე მგონი გოჩა ერქვა ეხლა რა მახსოვს დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ორი აქტის მანძილზე ხმას არიღებს რა. გოჩა. გამოქვაბულში ხდება მოქმედება. გოჩა მდუმარე. ხო, და მე თოფი ვარდება და ამ გოჩას ხვდება და აი ეს მინდა მეთქი. რას ლაპარაკო გახარი, აი ეს ძალიან საინტერესოა, რომ თუმაც არის და ბოლოს ამას ხვდება და გეზარებოდა, ხო? არა, ეგ ძალიან რთული სამუშაოა. რთულია, თუმაც რო იყო ამდენი არა, მოკლედ კი, არა, ბიჭო, გადახედე სხვა როლებს. არა, თავი გავიყარე, გოჩა მინდა ძალიან ხო. და ასე შეკრება ერთი კვირის თავზე და ნუ ზივარ ჩვეულებრივად, კარები იღება, შემოდის ოტია იოსელიანი თავისი ხალიონი თუ რა ქვია. გრძელი მუშტოკი და ბიჭო, რომელია ის არტისტიო გოჩას რო თამაშობს? ოკეი, რაღაც ხახოვა. ხო და მე მეთქი მე იღე და მომკლავლერი მოდა. თავარ როლად გადააკეთე. აწერინეს დრო. რა საქმე გაუჩი. ასე გარ თავიდან დაწერა ეს. არა, ბატონო ოტია თქვენი. მე გარკვეული კორექციები მოხდა იქ და კორექტივი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა და ის სპექტაკლი ძალიან წარმატებულად წავიდა. მე არ მითამაშია, მე მალე წამოვედი თეატრიდან. ანუ ეს გოჩა ვერ ითამაშე. ვერ ვითამაშე. ეს გოჩა ძალიან ორჯერ ნამუშევარი ქონდა ბატონო ოტია. ნოდარ, მოდი რა. არ მინდა რომ ბევრი კითხები, არ მინდა რომ ვინმე გამოგჩეს, ყველა მინდა რომ გავიარო, მოვასწროთ რა, ასად არ გვეჩქარება პრინციპი. აბა ბრძანა. ისეთი კითხვა არ დამისვა რომ პასუხი ვერ გავცხე. როგორ გეკეთრიათ ბატონო? პრინციპში ჩვენ არ ვთხილავთ ხოლმე რა, რაც უნდა ყველაფერს ვკითხავთ. ოღონდ რა თქმა უნდა მე სხარტივით გადავაკეთებ ხოლმე. არაფერი ეგეთი მსგავსი პირიქს უქება დიდებაა. აუ. დავიწყოთ მაშინ პირველი როგორც სანვინდერობით. რისი დარქმევა უნდა და პაპა იოსეფას სირგოსთვის. რაღაცა ისეთი აღმატებული კაცო რო შეხედავ და იერი აქვს რაღაცა. სირგო გამოვიდა. რატო იძახდი სირგოს? სირგოს რატო იძახდი? იმას არა. ექსლენგია. ეს უნდა მეკითხა ეხა მე არა. მე ეგეთ რაღაცები მიყვარს და არ უნდა მეკითხა. ეს ჩემი კითხვა იყო რატო იძახდი სირგოს? აი ესე ეს იყო ცოტნე ლომსაძე, ცოტნე მადლობა. ალექსანდრე ალეკო ბასილიძე, როგორ შეაფასებდით შინდის? მე პირადად უკეთეს ველოდი, მოლოდინი ბევრად დიდი მქონდა, თუმცა თქვენ იდეალურად შეასრულეთ ახმეტას როლი. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა ამაზე პასუხი გავცე, რომ მე თავიდან, როდესაც ეს შემომთავაზეს, ძალიან შევშინდი, იმიტომ რომ მსგავს პროექტში მონაწილეობა არ მიმიღია, მით უფრო არსებობდა ცოცხალი ადამიანი, ერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ახმეტა და თავიდან გადავწყვიტე, რომ მე გამეცნო, მენახა. და მე მივხვდი რომ მე წავიდოდი პორტრეტული მსგავსებისკენ და დავიწყებდი რომ ვაიმე თვალი როგორ აქვს, ხელი როგორ აქვს და ეს იმდენად განზოგადოებული საქმიანობაა და იმ კაცის ჩადენილი იმდენად განზოგადოებული საქციელია რომ ყველას ეხება, ყველა ქართულში, მეც ნოდარსაც და ასე შემდეგ და ამიტომ წავედი ცოტა სხვა გზით, ნუ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დიტოსთან საუბრით, რომ გაგვეშალა ამ კაცის რეალური მოქმედება და არა პორტრეტული მსგავსება. ხო და მე როცა გავიცანი ეს ადამიანი გული დამწყდა რომ იმდენი რამე დავაკელი, იმდენი რამე დავაკელი. როგორ კმაყოფილი ხარ ხო? არა, ნამდვილად არა ვარ კმაყოფილი, თუმცა თავი გავიმეტე, სიმართლე გითხრა ამ ფილმისთვის, მე ვიცოდი რა პასუხისმგებლობა მედო მხრებზე
და ასე ვთქვათ, ამ თავგანწირვით მუშაობდი რა. არ დამიტოვებია ჩემთვის არაფერი, მაგრამ თემატიკა ისეთია. ჩვენთვის ხო ყველასთვის ის არის ხო, აი როგორ ვითხრა, სევდიანი ხდები რა და კიდე ბევრი ეგეთი აქვს, ანუ რაღაცას ამბობ, რაღაცას არა, ხო და ეგ კიდევ ერთი დასტურია იმის რა თქვენი საქმისადმი მიდგომა, აი პროფესიონალური რას გულისხმობთ, ხო ყველა როლზე დარწმუნებული ვარ რა ესია, რომ როგორც კი რო დასრულდება და უკვე იმას ხორცს შეაცხავთ და გაიმარჯვებს, მაინც გაქვთ რომ ახ ის ხო არ გვექნა ეს, ედო თვითკმაყოფილება არ გაქვთ და არასდროს არ გექნება ამაში დარწმუნებული, იმიტომ მოხვედით აქამდე. აი, საქმე იმაშია, რომ კინო საერთოდ ეგეთი თემაა რა. რომ ესე გამეკეთებინა და ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სულ არის, მაგრამ ამიტომაც ხშირად არ ვწყალობ ხოლმე კინოს და ასე ვთქვათ სერიალებს. თუმცა პირველ ქართულ სერიალში მონაწილეობა მაქვს. წვრილ ვარსკვლავთა ღამე. ხო, წვრილ ვარსკვლავთა ღამე. ძალიან მაგრა და უყურებდი მე. კიდე მაგაზე კარგი ისტორია მოვიყვე. მივედი ანდროსთან და ვეუბნები, შენი ჭირიმე რა, დავიღალე მეთქი კაცო რა, ამ სერიალში მონაწილეობით და ანდრო ენუქიძე რა, არაჩვეულებრივი რეჟისორი, არაჩვეულებრივი ბიჭი და ანდრო მეთქი რა მოხდება რომ მოდი აი სანდრო მოკლათ რა. არა გოგა რა მჭირდებაო კიდე რა და მე ვთხარ ბიჭო აი ხაზე არ ვითარდებო რაღაცა ვერ ვხედავ რომ ამას ფუნქცია კონდეს და მოკლათ რა ეს სანდრო. არაო რა რა არა კი მოკლათ მეთქი რა გეუბნები რა ხა და ანდა მოდი მე მოვკლავ რა და როგორო არ მოვალ მეთქი და მოგდა არ არის რა. მან კარგი. არა გოგა და ნუ აი ამ არა გოგათი 17 სერიამდე მივედი და მან მაგარი ის იყო სახლებს რო ცვლით. აუ იქ რომ მუშას თამაშობ ამ ძალიან კარგი. ქაღალდის ქუდით. საქმე იმაშია რომ ნუ არ მინდა რა ამისი გაკეთება და გადავწყვიტე რომ მოკლედ აი არ მივალ მეთქი სერიალში იმიტომ მივედი ზოგადად რომ მაინტერესებდა ქართულ სინამდვილეში როგორ შეიძლება სერიალის გადაღება და ზუსტად 2 სერიაში გავიგე. ანუ ნახე მე გეტყვი პულტთან იჯდა რეჟისორი სარეჟისორო პულტთან 8 კამერა იყო ჩართული და მსახიობს ჰქონდა ესეთი საშუალება რა ვთქვათ გამარჯობა გაგიმარჯოს და შუაში უნდა ყოფილიყო პაუზა რომ რეჟისორს გადართვა მოესწრო კამერიდან კამერაზე. გამარჯობა. გაგიმარჯოს. დაახლოებით რა. ძალიან კარგი ეს გავიგე 3 სერიაში მივხვდი როგორც უნდა გადაღება. მეტი აღარ მინდა რა. და აი ამითი რომ მოკლათ არ მოკლათ მივედი 17 სერიალზე. ნუ რა დიდად არ მოგწონს ეს სერიალები და ესე შე როგორც ტელევიზია და აღარ მივალ. აი მოგდა. ო და შო აღარ მივალ და რაც გინდა ქენით. მე არ მიხედი ვარ ხო? არ მივედი. უთხარი რაღაცა ისე ვერ ვიჯერებ შენგან რომ ესე დაიკიდე და არ მიხედი. არა, კი არ დავიკიდე, მე გავამხილე, ჩავაყენე საქმის კურსში რომ დავამთავრე მე ეს და მე აღარ მოვალ რა. ხო და თან ის პერიოდია საქართველოსის რომ ძალიან ჭირს ცხოვრება თეატრშიც ყველგან და ხო და მაგაზეც არ ვაგზო? განვაგზეთ. არა, დავამთავრებ რა. კაი. ხო და ეხლა ესე ხო მქენი რა, ჩავიდინე ეგეთი საქციელი, ძლივს გადავხარში, ღამე არ მეძინა რომ რა ვქენია, იქ რა ვიცი, იქნება მართლა რაღაცაში ვჭირდები და ასე შემდეგ მოვკვდი ნერვიულობით რა. დავჯექი და მომდევნო სერიალს უყურებ. აი გამოსავალი რა ნახეს იქ რომ და ერთი გმირი ეკითხება მეორეს, სანდრო სად არის? სანდრო უკრაინაში წავიდა, როდის ჩამოდის? მე მგონი აღარ დაბრუნდება. და გისეს ხაზი ვარ. მივხვდი რომ მართალი ვიყავი. არა, ხო შეიძლება ეთქვა რომ აი 5 დღეს ჩამოვა რა და დაეტოვებინათ გზა და გაგი. სანდრო მე მგონი აღარ დაბრუნდება. მე ვეჯექი. ესე მარტივად თუ შეიძლება. და რაღაც მაწოლე. მეტი სერია. ხო, არა. ეხა სოპრანო გამახსენდა. ხო. სახეობმა რო არ იცოდე ვის მოკლავდა და ვის არა. ხო იცი მართლა იმედა სტრესში იყო ყველა. ვინ მოკდებოდა, ვინ არა, წავიკითხე მე ეხა უყურე ბოლოს, ყველას ხო ნანახი ქონდა რა.
ძალიან მომეწონა მართალი რომ გითხრა, ბოლომდე გავყევი სოპრანოს კლასს რა და მე წავიკითხე, მაინტერესებდა რა ხდებოდა და თურმე აი ტიპები რომ მოდიოდნენ, არ იცოდნენ შემდეგ სერიაში იქნებოდნენ თუ არა. კლავდა ლიწილით, ხან იმის ბაკაც მოაკლევინებდა, ხან იმას და ეგ მოსული აბავია ეხა და აი ესე არ მივიდა და უკრაინაში წავიდა, ეგ ცოტა ქართული ფანტაზიის ის არის. ხო, არა. ხშირად დადიოდა? თინა, შენ ბუნაკში ხშირად გართმევ და გასაგებს. ღვთისმსავრანთაზე. ეს არის მიდან, რა ქვია. მე ვერ ვწერ. წელი ძაღლი. ცხელი და. ამას მიყვება თინა ბიჭო, მეთქი რა. ცხელი ძაღლი 4 რა პერიოდშია გადაღებული და თამაშობს თუ არა ცივ ძაღლშიო. ცივში რა გითხრათ? ცივული კი ვარ, მაგრამ მანდამდე არ მევსულ ვარ ცივ ძაღლამდე. და მე მგონია რომ ზოგადად ძალიან კარგია რომ ესეთი თვითონ ტექნიკურად რაღაცა სერიალების მიღების საშუალება და გადაღების საშუალება არსებობს, უბრალოდ მე არ ვწყალობ ამას. ისე სიმართლე გითხრათ, აი რაღაცა შენ ახლა სოპრანო რო ახსენე, რაღაცა ბოლო დროს ძალიან ბევრს უყურებ ეთყობა ფილმებს და სურვილი მაქვს რაღაც ესეთი ცოტა კრიმინალური ინტერესი მაგის რეჟისორებო არა ეს ვოკალი მერე ეთქვით ხო ჩემგან არც კრიმინალური რეჟისორებო შანსი არ გახვიო ეხა დავიდა ანებე და უწყებე შეცემა ეკო კრიმინალებში გამახსენდა აი კიდე ერთი ის რა მოულოდნელობა პატარა ვიყავი ორმაგის სახე რო გამოვიდა ვახ მეთქი უცებ მანამდე ნანახი მაშინ ხა კიდე ვერ ვაფასებდი მას რა ქვია მსახიობის პატარა ვიყავი გარდასახვა და ასე შემდეგ ხო იცი ბავშვი რო ხარ უხსუ გონია ვინც რასაც თამაშობს ეგ არის ცხოვრებაში მისცენია კაი კითხვებია და არ მინდა რომ გამოჩეს რა არ შემიძლია არ აღნიშნო ბოლოს ამ კაცის მონაწილეობით მოჩვენებები ვნახე და იმდენად მოვიხივლებ ნანობრო თეატრალურზე არ ჩავაბარე მაშინ ვიხდი რა მაგარი ყოფილა სცენაზეო ხო ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის თვითონ იმსენი ძალიან დიდი ავტორია და ნებისმიერი ნაბიჯი შიგნით აი მონაწილეობაც უკვე დიდი პასუხისმგებლობაა ნუ თავისთავად მე რამდენად გამომივიდა ნუ აგერ კაცი ამბობს რომ სცენაზე მომინდაო რა აი ნოდარი რო იძახა პამიდორს რო ჭამდი პამიდორი მომინდაო ეგ ვარიანტია ხო არა სიმართლე გითხრა მე ცოტა ესა ვარ რა ქვია გულნაკლული ვარ რაღაცა კიდე შენ ეგ ზოგადად გახასიათებს გამლაპარაკში გამოჩნდა რომ მაქსიმალისტი ხარ ანუ აი ხო იძახე ის დავაკელი არა გავიგებ არა ყოველთვის ეგრე გექნება რა ხო და არა მე მიყვარს იმისი სხვა შორის ეხლა აი თეატრი იმითია კიდე გამორჩეული და კარგი რომ რაც რამეა დაკრებული და თუ აზრი მოდის მომდევნო სპექტაკლზე შეიძლება ის და ის სულ ცოცხალია სულ ვითარდება და კარგია კარგი გიგა ვეკუა ნუ ეხა ეს იოსეფას თემა არის მოდის სულ ყველას გეჟებებით აი ყველას გვიყვარს იოსეფას პაროდია საიდან მოდის როგორ დაიწყო დეტალურად გითხრათ თუ ეს ნიუანსიო თუ შეიძლება ხო ეგ ასე ვთქვათ პაროდია არ იყო ეგ იყო ძალიან დიდი შრომის შედეგი რომ კარიკატურულ ტიპამდე მივსულიყავი მაგრამ ყოფილიყო ნაღდი სათქმელი ნათქვამი იყო ხო, გასაგებია კაცო, ეგ ხო და ნახე ვეძებდი კლიენტს ხო და აქედან გამომდინარე ამისი ამ ბაბუას რა ერთი თმაკაცის ბაბუა მყავდა ესე და პანაკოვდა არა ეს მიმიკები და ისინი ეს ყველაფერი მაგის სახოცი ძალიან დეტალი ძალიან მაგარი ნამუშევარია ეხა ნაკრებია ეგ ყველაფერი მე ამ პერიოდში მომიწია ძიმა თან იმ ავლაბართან ხშირმა ურთიერთობამ ზუსტად მაგ პერიოდში და ძალიან ბევრი ექსცესი მათ შორის იყო ერთ ქალბატონთან დაცინოთ აღიქო ეს თუ? ბატონო? რატო? არა. ბევრი რაღაცა ჩემი პირადი რაღაცები მქონდა და მიწევდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კი იყო დაძაბული მდგომარეობა, მაგრამ იქ ისეთ სიტყვას ხმარობდნენ, რომ ეგრევე ვიწერდი ჩემთვის. ვიფარავდი, ასე ვთქვათ, აი, მაგალითად ერთ ქალბატონთან მქონდა რაღაც ესეთ გასარკვევი საქმე და
რომ მე 75 წლის ქალთან კაცო და ვეკითხები აი ეს რატოა რა შენ აქ ნაპადენიას აკეთებ. აღდგინე ეს ტექსტი ნინელი მეოთხარი აი ნაპადენიას აკეთებ. ტექსტი მოგიტანე ასე რომ სულ იყო ეგეთი რაღაცეები. მე ნოდარაზე ვაკეთებ ხოლმე ნაპადენიას ხანდახან. და მაგალითად ერთ-ერთ ტელევიზიაში ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში ვიყავი პლეხანოვზე იყო აღმაშენებელზე იყო ფოტოატელიე და აი ძალიან კოლორიტული ტიპი იყო ფოტოგრაფი რა და ჩავედით მე გია აბესალაშვილი და დათო აბცეური რომ ეს კაცი გადაგვეღო ჯერ თავიდან იუარა თავი მოიკლა რაღაცა და ბოლო შევავით რა რომ მეთქი რა იყო სადღე გრძელო უნდა გვითხრა საქართველოზე მეტი არაფერი რა მე ხლა თქვენ გეტყვით ლექსად და დაიწყო ეს ლექსები სულ ყველაფერი გამახსენდა რა ეხა ოსეფაზე რომ მუშაობდი რომ ამისი ლექსები მაქვს მოვიდე რომ მეუნები ამხანაგო იქიდან ხო და ნუ ეგრე საინტერესო არის ხო ძალიან ბევრი რამ აი მაგალითად ეხლა აი ამ ყმაწვილს მინდა ყმაწვილი ალბათ ხო კი ხო კალბატონი ხო არ იყო კაცო? არა. გიგა ვეკუა. გიგა. აი გიგას მინდა უთხრა. ერთი შემთხვევა იყო ესეთი ახალი წელი იყო რა. ხო და აი ეს პროტოტიპი რომლისგანაც ბევრ რამეს ვიღებდი. ის ადამიანი ჩემი მეგობრის ბაბუა 8 წელი იწვა. არ ამდგარა რა. წამოაყენებდნენ და აწვენდნენ და და ამ გოგონებმა და ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ მაინც ადამიანს იქეიფათ და ეს ადამიანი კაცო შეწუხებული ლოჯიაში იწვა და ჩვენ აი ამ ოთახებში ღრიანწელი და ჩემი ძმაკაცი ჩემი უსაყვარლესი კაცი აჩიკო ყენია იჯდა პიანინოსთან უკრავდა ესენი მღერიან არის ერთი ამბავი ყირაზე გადავდივარ და იქამდე მივიდა აჩიკო რომ მარჯვენა ფეხიც მიახმარა შევიდა და უცებ პაუზა რა ყველა გაშეშდა ერთ ადგილას აი ვინც რა პოზაში იყო და კარებში დგას ეს კაცი გააცოცხლეთ და ადგა ფეხზე ეგეთი რამე არ მომხდარა და გამოვაყენეთ ხო ეხლა თუ რაღაცა გამახსენდა მისამური ადგა როგორია და ნელ-ნელა კედელ და აჩიკოს ეუბნა ყველაფერი ვარ ეს პიანინოა ერთი თითი უნდა აუ რა კაცია შენი მისაცემად გამოვიდა აჩიკო ესე უკრავდა თითი უნდა მოგლე გავგიჟდი ხო და რომ დაიდგა ეს სპექტაკლი და პრემიერა რომ მოვიდა ჩემი ორი ძმაკაცი ამ შემთხვევაში ირაკლი ჯანდიერი და აჩიკო ყენია დავინახე რომ აივანზე დგანან პრემიერა და გამახსენდა ეს ფრაზა რა ამ კაცმა რო თქვა რომ პიანინოა ეხო ტექსტში არ იყო და ესენი რო დავინახე მეთქი ეხა ყოფას გიტირებთ მე მეთქი ეს არის პიანინო თითი უნდა და იქით ვიყურები არა ეხა ეგერე ეს ორი ჩემი ძმაკალი ეხა დარბაზში ხო არავინ არ იცოდა მაგრამ იმათ შემსრები რაზაც ისეთია მაგ კილოკავით ყველაფრით სულ არ იწოდე გისმენ ყველაზე მთავარი იყო მან ჩახველება აი ჩახველება არის მთავარი აი თუ ის დაიჭირე რომელ პაუზაში შეიძლება მე თვითონ გამეპერში უყურებ რომ როდი ჩახველებს ხოდა ეგ კარგი რამეა რა აუ მაგარია რა იმიტომ რომ ეს ჩახველება იძლევა პაუზის დიდ საშუალებას აი ადრეო რაღაცა ტექსტი მქონდა ეგეთი ადრეო კაცო ხალხო კოჭი რო უჩანდა უკვე ძალიან სირცხვილი იყო და ეხლა კოჭი კი არა
კუჭი უჩა. ანუ ეგ ჩახველება მინიშნებას გაძლევს რომ შენი ინტერპრეტაცია. ძალიან მაგარია. არის თემა რა. კარგი. პასუხი გავეც. იოანე სულთანიშვილი კი ამწურავე და ძალიან საინტერესო. მასტერ კლასი. არა ის რომ ეს არის ერთი თითი. არა კაცი წიწნარის ტრაგედიის ამბავი სერიალში ნამდვილი ამბიდან იყო აღებული სცენარი თუ უბრალოდ მოგონილი ამბავია. დიდი სიყვარული ზალ გიორგიევის, ანუ სადა აქ აკაცობელო სამთავროს. კი, ნამდვილი ამბიდან იყო ელემენტები, რა თქმა უნდა, აღებული. ამიტომაც იყო რომ ძალიან ყურადღებით ეპყრობოდნენ ამ სერიალს და განსაკუთრებით აი ამ ბოლო ნაწილს. მე ბედნიერი ვარ რომ ზაზა ურუშაძესთან მომიწია მუშაობა ბატონ ჟანრისთან. გიждები ამ ადამიანზე, აი ძალიან მიყვარს ბატონო ჟანრი. ეხლა აქედან გესალმებით, გეხუტებით და გეფერებით. ძალიან ჩემი ძალიან დიდი და უფროსი ძმაკაცი ხარ და მიყვარხარ ძალიან. კაი სცენა გაქვთ თვითონ. და არა ისეთი აი ისე დაგალაგებს, ისეთი პარტნიორია და ეს არის ბრწყინვალე რამე. იგივე ჩემ ნინო ბურდულთან ენაცვალე და უამრავი ადამიანი, მაგრამ ნუ აი ზაზასთან რო ვიმუშავე, ცოტა გულდაწყვეტილი ვარ ამ ადამიანთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზაზა იყო უნიჭიერესი ადამიანი, აი ძალიან მაგარი კაცი და კიდევ რამდენ რამეს და უამრავ რამეს შეძლებდა, უბრალოდ ადრე არა მაგას ასაკი არა აქვს, მაგრამ ნუ ეხა ხო არის ყველაფერს თავის კანონზომიერება ხო აქვს და ძალიან ახალგაზრდა ძალიან ხო ძალიან კარგი განვაგრძოთ შემდეგი კვინტონ დავით დუგლაძე დაიწყე ხა რატო კვინტონ თქო მიდი დაიწყე ხა მიდი კვინტონ ფორჩუნელი სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელი მანჩესტერის ფანი ხარ ჩემმა რუნი და ესენიც თამაშობდნენ რაღა კვინტონს ვეძახი შენ ხასიათი ჭონქაძის რა ნომერი ზალიტო მართლა დაეწვა თუ არა კახეთში ღამით სახლი აჰა როგირი კომ ხო კი მაშინ კი ხო აბა მარა ჩოხელი კარგი საბა ასწავლეთ ეხლა ეს ჩახველება და მაგარი ჟესტი იყო ჩიურს რო ხელი არ ჩამოართვითო ხო არა ეგ სერიალში რა აქ ძალიან მაგარი იყო ძალიან და აი ყველაფერი ზეპირად იციან რა ხო და ძალიან კარგია რა რომ ეგრეა მე არ ვიცი რამდენად ესეთი პერსონაჟი გამოვიდა ჩემ გმირი მაგრამ ძალიან მინდოდა რომ აი კახური ელემენტები კახეთის ელემენტები ძალიან იმიტომ რომ იქ მე დიდი ხანი ვიყავი გარიგების დროს და კახეთში და საერთოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირი კახეთთან და ნახე როგორი პეწიანი ხალხია რა და ამიტომ მე მინდოდა რომ აი ის კახური პეწიანობა რაღაცნაირად შემენარჩუნებინა ამ კაცისთვის რა მაგრამ ხანდახან არის როცა ნერვიულობს რა გარდავისა ხო აი მაგრა აქტის ბოლოში და გაძრეს რა ეს რაც თავის ეს იყო როგორ უთხა იმან ბავშვს კი რა როგორ უთხა მიდიხარ აგეთი გლიჯოს აგეთი ვიყარ ეხლა კონსტანტინე ზოიძე წერს სირგოზე რაღაცას რომელსაც კონსტანტინე ზოიძე მადლობა კითხვის მაგრამ სხვაზე გადავალთ იმიტომ რომ სირგო თვალები გადაიხადეთ თუ რაღაცა ხო ეს სირგო იმენა ისეთი მოდია არა თინა ბერიძე ყველა თვითონ იხდის თავის მალე გაიგე თინა ბერიძე ესე უწერია კითხვა მაქვს და ზუსტადაც მონიშნული ყავს თუმანიშვილის კინოსახიობთა თეატრი ჯერ დაიხოცენ მე იქორწინეზე დადებული არაა ბილეთები უკვე გაყიდულია რა მაფიაა რა ვიცი უთხარი მე არა თინა არ გაგვიბრალდეს კაცო ეხა რავი მაფიაა რა ნებისმიერ ყველა თეატრს უსურვებ რომ აი ეგრე იყოს მე მაქსიმალურად ვეცდები რომ თინა უწერია თინათინი ქვია ბერიძე თინათინი მოხდეს მაგ სპექტაკლზე ვაიმე ო რა ვქნა ეხლა მე შესანიშნავი დაგვიკავშირდით მაშინ
და ჩვენ გოგასთან დაგაკავშირე. ეს რა? შეგპირდით და პასუხიც მოგეცით. ეხლა ლაივში რო იყოთ კიდე წამოვიდა და გოგა ჩვენთან. არა, ისე კაია რა, ეგ პრობლემები რომ მეც მეშტება ხანდახან ერები რომ ვერ ყიდულობ შევდივარ და მე რასწორებს საწუხი ხმარ ისინიც რო არ მადლებენ მე სულ მაგრამ მეშტება ნერვები და მე ვდგები რიგში. მე ისა და ბოლოს ფიქრობ ხო და მაგარ გოგა ჯიგარი ხარ ხელოვნების ბურჯი ხარ ჯამთველად ყავდე ძმაო რას თავარია გოჩა ციციშვილი მადლობა გოჩა მადლობა უკვე ჩამოვიდა ნიდერლანდებიდან ნუ ეხა ესენ კიდევ აპირებ რაღაცა აქ არის რა აურა გაი გიორგი ხუციშვილი ხუცო რომელი როლი იყო შენთვის ყველაზე რთული შინაგანად არა ტექსტით არამედ ემოციურად და რატომ ხო ყველა როლს აქვს თავისი რაღაცა ესეთი გარდამტეხი ადგილი ემოციურად ნახა შინდისში ძალიან ბევრი და მრავლად იყო განსაკუთრებით ერთი ეპიზოდი იყო იქ როდესაც ახალგაზრდა კაცის გადმოყვანას გადმოთრევას შველას ვაპირებ და სნაიპერის ტყვია კლავს აი ერთი ეგ და მეორე მე მახსენდება ეგეთი რამე გადაღებიდან და დიტომ ზუსტად გაიგო მაშინ ცინცაძე იქ არის კადრი როდესაც არხში პატარა წყლიან არხში დაჭრილი მაწვილი მოხუხავს და ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი, უმცროსი მეგობარი და ძმაკაცი და მთელი ეს კამუფლაჟი ყველაფერი ქონდა ზედ რა და მე უნდა წყლიდან ამომეყვანა. და ისე კარგად მოდიოდა ამ წყალში, ამ წართმეული და დაჭრილი ხელით და ასე შემდეგ რომ ნამდვილად დავიჯერე ის არსებული მდგომარეობა რაც იყო საერთოდ არ მახსოვდა კადრი სად ანუ რეალურად და რო ამოვიყვანე იყო ალბათ 1-300 კილო რა დამძიმებული ამ წყლისაგან და ასე შემდეგ და მე აუცილებლად უნდა მომესწრო მისი ამოყვანა და მოვიყვანე როგორც იქნა კადრიდან და აი რო დამთავრდა სტოპ რო დაეძახეს რა ვეღარ გავჩერდი რა და 9 საათი ვიყავი ხობეზე დამხობილი და ვტიროდი პირდაპირ გაგებით და დიტომ მაშინ მომიარა გაუშვით რა იყოს იტიროს განიცი არის გოგა მაგ დროს ალბათ ეს ემოცია ვერ დავხარჯე გარდა იმისა რომ ეგ რეალური მომენტისავით იყო ანუ ხო ნაღდად ხო ხდებოდა ეგეთები და ეგ რო იცი და შენი ისტორია როა მაკედან არის რა ეგ ამ ხალხმა და რას უყურებდა მე ძიმა მანდ გნებავთ მაგ ბატონისთვის და გნებავთ ყველასთვის მე ვიტყვი ერთ რამეს გადაღების მოედანზე აი ეს ჩვენი მსახიობები დაღლილი დაჭრილი და ასე შემდეგ ბიჭები აი ვიმდე მეორე კადრი დადგებოდა და გააწყობდნენ იქ კადრს მე ვნახე იქაური მაცხოვრებელი კაცი ხანში შესული ბებერი კაცი გამოვიდა მსხალი ვაშლი რაღაცა თავისი ქლიავი და ასე შემდეგ ედოდა ამ მსახიობებთან ჩამოერა ჭამე შვილებო და თავისი ბაღში, თავის ბაღში მოკრეფილი. მსახიობები ხო გესმის? იმას იმ წუთში აღუდგა ის ომის აბა და მე ვნახე ჩემი თვალით ასეთი რამ როგორ აპურებდა, როგორ რითიც შეეძლო ისე იყო იმ ნამდვილად გაცოცხლდა. კი, ჯარისკაცებთან. ასამობ იქ ტანკებით შემოსვლაზე ისეთი რეაქცია იყო, რომ ხო და ისინიც ხო ქართველები იყვნენ მსახიობები და ნუ გვაგინებ გაუტყდათ ნუ გაგინებ ერთ რაღაცა მინდა გითხრა გოგო რა ეხა არ ვიცი ცუდად არ გაიგოს მაგრამ მაგ თემატიკაზე გადაღებულ ფილმებს უკვე ვეღარ არ შევიდე აი ხო ხტები ანუ მე კი არ ვიძახი რომ ინტერესი არის ყოველთვის ადამიანის ეგეთი მაგრამ ფიქრობ რომ ცოტა რომ გავალაითოთ კი არა, ეგ თემა კი არა, სხვა ფილმები გადავიღოთ კიდე. ანუ ბევრია რა, ბევრია და ეხლა ყველას რო გვაწოხეს მაგას რა თუნდა ეხლა 2000-ზე არის
დი ბატონო. ყველაფერს დათმობდით, რომ ოღონდ ეგ სიტუაცია გასწორდეს, რაც დაღრული სისხლი ის ხო არადოს არ ჩამოირეცხება ეხა. ისე რაც ვიცით იმ ფილმიდან ამ ისტორიის მიღმა არსებობს კიდევ ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით და ახმედამ მართლა გადაიტანა, რაც ფილმში არ შესულა, ხო? საკუთარ ხელით ათხრევინეს ეს ყველაფერი. არა, ეხა მეც ვიცი რაღაცები, ეხა ჩემი ახლობლებით სიყველი გადაწყებული აქეთ და ვიცი რაღაც ისტორიები, რომელიც არ მოიყოლება რა. სამწუხაროდ. აბა შემდეგი დიმა. ადამიანობა უნდა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში, ეგ არის მთავარი. დიმა, სანამ შემდეგ კითხვას გადახვალ, უცებ კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მეგობრებს, რომ გამოიწერეთ ლაილაის YouTube-ს. მაყურებელს, ვართ მაყურებელს კი. მეც ეგრევე. იცი რა? გამოიწერეთ ლაილაის YouTube-ს. და მე ცოტა ხანი დაედოდით გოგას ამბავს და კი, მე გოგას არხი ჩვენი გამოიწერეთ. სული მხარდაჭერა, ნებისმიერ მორალური, ყველანაირი სიამოვნებით. იცი რა, ეს გამოწერის თემა ისეთია რა, მე კი არ გული კი ავწება და რაღაცა კაცო. კაი, რაც რამდენიც არის გამომწერი, ისიც გადასწარებია, მაგრამ კაი გეგმები გვაქვს. გარდა იმისა, რომ დავაინტერესებთ კიდე ვიღაცებს და ჩვენთან მოვლენ და ვიმეგობრებთ, მაგის გარდა კიდე ვიცით რომ ამარდას ხელთათმანებს ვათამაშებთ. 50000 გამოწევს. კიდე გვაქვს რაღაცები მე გასათამაშებლად და გვინდა რომ ნელა 100000 იმას ბანკეტის კაბა 50000-ია დღეს ჩვენი მიზანი რა. ამ გამერა გამწარბებით ჩემი რა. ბანკეტის კაბა თქო ის რო გაქვს მაგარი მოჩუქურთმებული. განაგებული ხა. კაი. ახლა ამას გაუკვირდა რა შენ 1000 ჟიხავს თან ამასაკიდან დაწყებული. გოგა, თან დიდი ბოდიში კითხები სარეკორდო რაოდენობა იყო მართლა? ძალიან ბევრი კითხვა კიდე დარჩენილი და ბოდიში რომ ყველა ვერ დაუსვით ახლობთ ერთ თემატურია ქევადიდებაც ბევრია და ჩემო გოგა და როლებზე კიდე სირგოს აწვევიან მოშლათ რა. და ცხელი ძაღლია ძალიან ბევრი და ჯიგრები. ცხელი ძაღლი და ნუ რა ვიცი რა მოკლედ ყველა ფინაშვილი არის ადამიანი ვინც ისტორიაში კი არის. მე ესე მგონია და ძალიან მიხარია რომ ჩვენს აი ამ არქივს დაემატება ეს გადაცემაც და გოგასთან საუბარი ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო. და გადავიდეთ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშზე. ჩემი მონატრებული ჩამოხრჩობანა. ამჯერად ნახოთ გოგა პიპინაშვილი როგორ გაართმევს თავს. ბატონო გოგა. გაართმევს, თუ ვერ გაართმევს მე მოვეხმარები და მაინც გაგიყრით. ძალიან აქტუალური არის სიტყვა. ერთ-ერთი სიტყვა ამ ფრაზიდან, ამ ორიგინალ სიტყვიდან ძალიან პოპულარულია, აქტუალურია დღეს სოფლიოში. და ქართული ფილმიდან არის ეს ფრაზა ძველი. ეხა იმას აღარ დავიწყებ შედევრი ის იმიტომ რომ არა, ეხა მე ვიხდება ეხა და უთხარი კიდე ვინ თამაშობს და ეს რა ქვია ეგრე. რა კარგია, არ დაიხმარო შენ. ასო ბგერები დავიწყებ. ასო უნდა გამოიწნო, ասო უნდა თქვა რა. არა, ეხლა მე უნდა ვთქვა რაიმე ასო ბგერა. კი ბატონო, და თუ არ ჩაჯდა, აქ ერთი ჯოხი ჩამოვა, მეორე, მესამე. კაი, მაგა უყვები, მაგა არ იქნება ეგ. მიდი რამე თქვი ასო და ნელა ავაწყობთ. მომნები რა. აბა? არა, ჯერ ჩაცალი, გაწო. კაი, ი, მიდი. ოღონ წესიერად არ გამოტოვო არც ერთი. ერთს რო ჩატესხო, მეორეს აღარ მიყვება მე. აჰა, 2 პამპარამ. ეხლა შემდეგი. ეს არ გაშრეს. მე მგონი პირველია ვინც ხმამებით დაიწყო. აუ, კი, ძალიან კარგად მიდის. აბა რა ჭკვიანია და იმიტომ ბიჭო. საიმე ჟორი გამბარცულმა მეძახა აქ ჩემი. და თან ბიჭო ხრუა გარნახო და იზოგი ბუს ვეტყვი იზოღის გამისდინაღა. ეგეც სახიობია სხვა შორის თავისები. კი. აბა? ყარება და გოგიაი. აი მეგობრებო. მოიცა მე მომეტრია რა ხო არ გამოტოვე რამე. არაფერი. ერთი ჭიქა მოქვს ნაგლიჩი. ეგრევე გამოიწვო, შეჩემო ერთხას ვერ გაავლებ. არა, კაცო. ნახე რამდენი რა. შეხედე, არც ვერ სანამ ეს არ გავიცანი, არც ვერ მითამაშია. აუ, გაარტყავს უეჭველი, გამოიწვევს. ხო და აი აქ ვერ ვხედავ რა. აი არის, აი, წერა არის ის ამა. არა, ეს არის ის ფლომასტერი თვითონ. და ეგ აქ. ეხლა მე გაჩუნდი ბიჭო, წეს დუურე კაცს. სპეციალურად რო თამაშის აზარტი იყო. რაღაცები და. ხო. არა, გამოცნობას ნუ ეცდები, აიღლები. ასოები უნდა გაარტყო. ასოებს ეგრე ვერ გავარტყო, იმიტომ თქვი ხმოვნები მეთქი. ხო და ჩაჯდა, აჰა. ო.
პირველი ჯოხი. გასაკვირია, მაგრამ ო არ არის. ჯუმ და თანხმოვნებზე გადადა. და მეორე ჯოხი. რა? უ. არ არ არის. შეგარა, რატო შევ სპეციალურად შევ. აბა, თვითონ ვერ გავიგე. ეხა ხმოვნებზე გადადი. ახოვნებზე. აუ ნოდა თან. ეხლა ეს წინადადება თუ ორი სიტყვა? ორი სიტყვა, ეს შუაში გტიხარი ვერ გავუკეთა, ორი სიტყვაა რა. ცნობილი ფრაზაა ძველი ქართული ფილმიდან. ხო, აი შენ დღეს აქტუალურია ერთ-ერთი სიტყვა მაქედან. სიტყვას ვერ გამოვიცნობ. კარგი, ჯერ იქამდე. ისე კარგად არა, ჯერ ერთი რასო რო ჩასვა, ეგრევე გამოიცნო. ნოდა გეხოთ ნუ სხვა ხმითქენი რა, დავიღალე. არის კონტაქტი. აი ეხლა დააკვირდი. ხეცი არა მაიც რა. არის ერთი ტ. შემოვატყილეთ მე დეჯიმე. ანუ აიტა. შენ რამდენჯერ გაგაფრთხილე? წერია იქ ვერ მაგრამ გამაფრთხილე. ისე ახმოვანებ რო სულელია. გ. აუ ვი. აი. თქვას, ბარებ თქვი გლიჯე მიდი. კი. გაიტანე გ. მოძაღრა, აი, მაგარია გეუბნები რა. არის რო იქ არ დავწეროთ. რა პირიქით რატო მე მინდოდა რომ არ იმიტომ მე მოვიგე სურვილი ესე იგი 2-1 გვაქვს სურვილებში. ხო, 1-1. აი გრენლანდიათან ტრამპი რო დაასდევს და გიფებს რო უკეთებენ და ეხა კიდე ისეთი შედევრია და ისეთი მაგარი ფილმია რომ მივხვდი რომ ეგრევე მაგრა გააცნო რა ჯიგარი რა. კარგად გამოიცნო და მე ვიძახდი ბანალურს რაღაცაც არ იფიქრებდით და არა მე კიდე ისე ვთქვი ხათაბალაიაც ვაპირებდი და მაგასაც გამოიცნო ხს პროსტა რატო არ იტყოდა ალბათ ხა ხს არ ვიტყოდი, მაგრამ მაკეთე ვერცა ბევრი აებია თან ძალიან შეხარ და რა თქმა უნდა არა ეხა ეს ხს მოწერინე ჩვენ დაფაზენა ეგ არის რა რა მოწერა ჩვენი ისტორიული მოჩა რა მე მგონი სარეკორდო არის დროის ამბავში ჩვენი დღევანდელი ლაილაი აი დაუჭინე ძმა სადაც გვარი დასახელი ესე არ გამო. თუ გინდა ისა როგორც გინდა ისე კერი აბა მე უბრალოდ დავჭიმო დიმა ისეთი გარყნილია დამჭიმი ხარო ესე მეუნება ხოლმე და შემდეგ აუ 2-1 მიგებს შემდეგში კალათბურთს ვეთამაშები და აი ბატონი გოგას ისტორიული ხელმოწერა ჩვენს ისტორიულ კომაგის დაფაზე კი ბატონო ეს პიპიჩაც არის. კი ბატონო ისე ერთი კითხვა არის რო არ ეწყინოს გინდა კითხო აბა თამაზი წერს თამაზ კილაძე ნამდვილი მიზეზი გარიგებეურში არ მონაწილეობის ეს რა ქვია ნამდვილი მიზეზი არის ის რომ ის ამბავი მაროს და მიტოს შეხვედრის ისე იყო მოტანილი რომ თავარი ამბავი მაინც ამათი შეხვედრა ან არ შეხვედრაა და ამიტომ რაღაცნაირად იქ იმდენი პერსონაჟი იყო შემოსული და ასე შემდეგ რომ გადავწყვიტე რომ თავარი ამბის იქით არ გავსულიყო. ანუ ჰონორარია ცოტა-ცოტა-ჭორია. არა ეხა ეს თან მეპარება მაინც კითხე რო არ ეწყინოს ადამიანს. მოდი მაშინ გეტყვით რომ არც იქით და არც აქეთ ჰონორარები არასოდეს არ ამიღია რა. ეგ რო იცოდეთ და ძალიან არა ეგ კარგი არ არის მაგრამ ნუ ფაქტია. მაგრამ იცი რა მე ვითვალისწინებ იმას ვინ იღებს რა აიღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ქართულ სინამდვილეში თუ ამას არ გაითვალისწინებ დაღუპულია რა ყველაფერი და მაშინ უნდა ადგე და შენი კონკრეტული სტანდარტი კონდეს და არსად არასოდეს არ გადაიღო რა ჰონორარი არც ყოფილა ჰონორარზე ლაპარაკი და რა პერიოდში სიმართლე რომ გითხრათ ჰონორარზე ისეთი აქცენტები იყო ეხლა მე საიდან მოდის ეგ კითხვა არ ვიცი ისეთი აქცენტები ჭორი იყო და არ გჯერაო წერს ადამიანთან უბრალოდ მაინც მოგწერა არა ჭორი კი და რა ესეთი რამე იყო რა რომ მე არ წავიდოდი ესეთ რამეზე რომ დიფერენცირება მანდ ფილმში თავარი არის ნანული სარაჯიშვილი რომელმაც ქალის როლი საუკეთესო შესრულებისათვის აიღო და ასე შემდეგ. ანუ დიფერენცირება. რომ მოდი მე ნანული სამდენს გადავხდი და შენამდენს მოგცემ. ეგ არ გამოვიდოდა ჩემგან. და შესაბამისად არც მოვაწერე ხელი ბევრ რამაზე რა. ჯიგარი ხარ გოგო. დოდარ ბოლო კითხვა რა იქნება, აბა? რა არის? არა მიხვდი, აბა. რა საიდან ქონდა? აუ ჰასან ცეცხლაძე ის საიდან ქონდა? შენ მაინც იქნება იცოდე საიდან ქონდა სერგო გამოსწირებულს ჰასან ცეცხლაძის
ბაბუის იარაღი. ცხელი ძაღლის იყებიას. ეს უწეს. ხო და გამოიწერეთ ჩვენო ძვირფასო უმაგრესო. იქნება ვინმე გამოდგეს ისო ვისაც ეცოდი. არა ბოლო 1 10 15 წლის მერე შეიძლება ამ დროს არ უნდა ქონოდა არც ერთ პუნქტი რა. კარგი ხალხო, ძალიან დიდი მადლობა გოგა. პირიქით მადლობა უღრმესი მადლობა. ძალიან კაი იყო, ძალიან თბილი და კაი. ლაილაი გამოგვივიდა გადასარევი რა და ვილაილაი კი. ისურვებ წარმატებებს შესაქმეში, პირველ რიგში პატარებთან მუშაობაში და აი ამ თაობისთვის ის რაც თქვი რომ განვითარებისთვის პირველ რიგშია და მერე უკვე გამოჩნდება ყველაფერიო და YouTube-ის ამბებს რო დაქოქავთ, შენ მხარდაჭერა სრული თავის გაზიარებებით და ლაიკებით, დავით შემოვარდნებით, ყველაფრით ვიქნებით შენ გვერდზე. დიდი მადლობა. წარმოვიდგენთ. მე იმედი მაქვს რომ მოგიწევთ ჩემთან და რა ვიცი ხა თუ გამოგადგებით რა პრობლემაა ჩემოძნო. რატომაც არა რა თავს რატო არა თუ გამოგადგებით თუ თქვი მე ჩემ თავზე კი არ მეთქია თუ მე ზუსტად ვიცი ვისთან ვამბობ ამას და ვისთან თუ გამოგადგები ბიცა ჩამოსათვლელი ადამიანები მყავს ვისაც მართლა ღირებულად პატივსცემ და მიყვარს და ძალიან მინდა რომ ჩემთანაც იყვნენ და მე ვიყო მათთან ერთად ასე რომ დიდი მადლობა ეს არ არის დითი რამბები ეს არის ნაღდი გულიდან ამოსული სიტყვები თან YouTube-ს აქვს დიდი ძალა მართლა მე დავწუნდი უკვე ამაში ერთმანეთთან რაღაცა კოლაბორაცია კომუნიკაცია გაცნობა ეხლა გიჟებიც არის როგორც ყველგან ეხლა რასულია ორინდა ეხლა ეგრეა ქვეყანაში დღეს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგვილაიკეთ თუ გული დასვით ვერ ამბობ დაგვილაიკეთ სამომკალი გული დაგვიწერეთ ხელი დააჭირეთ და ვიყოთ ერთად და წავიწიოთ წინ ნელ-ნელა წავედით აბა კარგად იყავით პარასკევამდე ახლა